Kickboxing-ი კონტაქტური სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სახეობაა. იგი ერთგვარად კრივისა და აღმოსავლური წყობის ხელოვნების შერწყმას წარმოადგენს. მსოფლიოში kickboxing-ის ტურნირები სხვადასხვა წესებით იმართება. ყველაზე სანახაობრივად ითვლება K1, ანუ ბრძოლის K1-ის წესებით შეზღუდვა. ეს გულისხმობს პარტერისა და იდეყვების ხმარების აკრძალვას. მთელი აქცენტი კი შესაბამისად ფეხზე დამდგარ ჩხუბს ეკეთდება, რაც ძალიან სანახაობრივს ხდის ორთაბრძოლებს. საქართველოში კონტაქტური სპორტის სახეობა არც თუ ისე განვითარებულია, თუმცა არის ერთი გამონაკლისი. სხვადასხვა ვერსიებით მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მებრძოლი 25 წლის გიგა ჭიკაძე, რომელიც ძირითადად სწორედ K1-ის წესებით ჩხუბობს. სადღაც 4 წლის ასაკში უკვე დავიწყე ვარჯიში, მსუბუქად. და სადღაც უკვე 6 წლიდან დავიწყე ვარჯიში კარატეში. უკრაინაში გაიმართა ესეთი ტურნირი, მსოფლიო 1000. ყველანაირ სპორტსმენს შეეძლო მონაწილეობის მიღება საბრძოლოს გულისხმობ. 7 ბრძოლა გაიმართა 3 დღის მანძილზე მიმდინარეობდა და მოვიპოვე გამარჯვება. მსოფლიო 1000 პირველად საქართველოში იმ დროს ჩამოვიტანე მე. როდესაც მოვიგე მსოფლიო 1000, ჩვენ დავიკონტაქტეთ Golden Glory-ს მთავარი ოფისიდან მოგწერეს რომ გამოგიგზავნის მოწვევა და მითხრეს ესეც რამე რომ იქნებ 2 კვირით ჩამოხვიდე სინჯებზე. მე წავედი ჩემ მეუღლესთან ერთად მაშინ რაღაც ახალი მოყვანი მყავდა ცოლიც და რაღაც ამსტერდამს დავათვალიერებთ სხვადასხვა ქალაქებში ზუსტად ამ მიზნით. 3 დღეში პირველი 3 დღე არ მისულა მე დავაღაცები დავათვალიერებთ ნახეთ და მე მივედი კლუბში სინჯებზე. სინჯებზე როდესაც მივედი უკვე ერთი დღე დამაკვირდნენ, მეორე დღე დამაკვირდნენ, მე მესამე დღეს უკვე სპარინგები მომიწყეს და სადღაც ერთ კვირაში უკვე ჩხუბი გამიკეთეს ამერიკელ სპორტსმენთან, რომელიც ჩამოსული იყო მაშინ და ძალიან მალე დასრულდა ჩემი გამარჯვებით და ამის შემდეგ უკვე სანამ წამოვიდოდი იქიდან ესეც რამე მითხრეს რომ მოდი დაბრუნდი საქართველოში, გააკეთე შენ უკვე ახალი ვიზა, უფრო გრძელვადიანი, ჩვენ მოწვევას გამოგიგზავნით და ჩამოდი. ჩვენც დავბრუნდით, გავაკეთეთ ახალი ვიზა და წავედით ბრედაში. მამ, ცოტა ხან ჩავწერთ ახლა და მერე შენ მოდი, კაი? თეზიკო ზემოთ. 19 წლისები ვიყავით, ჩავედით და აი იქიდან მოყოლებული უკვე სპორტულ კლუბთან გააფორმა ხელშეკრულება და იმის შემდეგ ესე ჯერჯერობით ცოტა ხნით მე თბილისში ვიყავი, გიგა იქით-აქეთ დადიოდა, ეხლა უკვე ამსტერდამში ცხოვრობთ ორივე და იქ ვართ. ერთადერთი გულშემატკივარი 1000 მრავალთასკაციან დარბაზებში ვიყავი ხოლმე მე. ჩემი ძოლი მაშინ ბერძმეთ და დამყვებოდა ესე სამოყვარულო კამერით. ბევრი ისტორიაც იქნება. ვიღაც ერთი ქართველს რო ბალეში ყავს ყვირო, გულშემატკივრს ყვირო და ვიღაცა მაროკოელმა ამ დროს ფერი ჩაარტყა კამერაში, რა. ეგ რინგზე მე ეს ყველაფერი დავინახე. მე ატყდა იქითაც ჩხუბი. ფიცხი იყო უფრო ადრე, მაგრამ ეხლა აღარ, იმიტომ რომ აუცილებლად ასაკის გამოც და გამოცდილების გამოც. არა, პირიქით სადმე რომ მივდივართ გასართობად, მაგალითად პირიქით ყველაზე მშვიდად გიგა არის, როცა ყველა ჩხუბის თავია და შემდეგ გიგა ყველაზე ნეიტრალურად მოქმედებს ხოლმე. ამ ხრივ პირიქით, ანუ რინგზე უფრო ფიცხი ვიდრე ცხოვრებაში. ფიზიკურად არ გამოვირჩევი არც სიდიდით, არც კუნთებით და არც აგრესიული взглядებით ჟალებში ხედავ. და ნუ ხშირად რა, რამოდენიმეჯერ იყო ისეთი შემთხვევაც, რომ უმიზეზოდ მოსვლა ვიღაცა კლუბში, გადამეკიდა ერთი ადამიანი, არ ვიცი, ასე მე გადავწყვიტე რომ წავსულიყავი საერთოდ კლუბიდან რა, ამის გამო ძალიან არ მინდოდა კონფლიქტი და გამოვედი უკვე გასახდეში მივედი და ავიღე კურტკა რომ უნდა წავსულიყავი და 5 წუთის მანძილზე გამომყვა, კიდე არ მომეშვა, შენ კიდე აქ ხარ მეუბნება და ნუ აი უკვე რომ ამომასხა თუ რაღაცა ამომიყვა. ერთი დამთავრდა ყველაფერი გინდა გითხრა, რა ვიცი. ძალიან კარგად არ დამთავრდა რა, ცოტა ხანი ტაიმაუტი ქონდა დაღებული რამოდენიმე ფიცს. დასასვენებლად მონაწილეები. ერთით ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩემი სლემის მსოფლიო კამარი, რომელიც 2012 წელს მოვიგე.
ჰოლანდიაში, ასევე ჰოლანდიაში მოვიგე ევროპის ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონის კამარი, ისევ 2012 წელს. ეს არის მსოფლიო თასი. ეს არის ევროპის თასი უკაცრავად, ეს არის მსოფლიო თასი. უკრაინაშიაც მოვიგე. და ძალიან მნიშვნელოვანი არის და ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ეს it's showtime-ის თასი. დიდი ხანი ოცნებობდი ამ ორგანიზაციაში მოხვედრას და ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ რუსს შევხვდი. და პირველივე ჭუბი ნოკდაუნით და მე უკვე ნოკდაუნის ხარჯზე მოვიდა. თბილისში არის რამოდენიმე სკოლა, მაგრამ არ არის ინვენტარი, არ არიან სათანადო მწვრთნელები, რომ მოამზადონ ბავშვები. მაინც რეგიონებში უფრო ძალის ხარჯზე, ფიზიკური ძალის ხარჯზე არიან სხვადასხვა სპორტსმენები, ვინც მე უკვე მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ტურნირებში. 9 წლის ასაკში დავიწყე პაატა ჭელიძესთან ვარჯიში გოჯურიუზე და დღემდეც საქართველოში როცა ვარ, მასთან ვიმზადები და არის ჩემი პირადი მწვრთნელი. გიგას აღმზრდელი და მასწავლებელი არის ოსტატი პაატა ჭელიძე. იგი უკვე წლებია სპორტსმენებსა და მსურველებს გოჯორიოში ავარჯიშებს, რაც აღმოსავლური ბრძოლის ერთ-ერთი სახეობაა. პაატა ჭელიძე მსოფლიოს მასშტაბით ძალიან გამოცდილი და განვითარებული ოსტატია. აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების იერარქიით მას მე-6 დანი, ანუ იერარქიის მე-6 ხარისხი აქვს მინიჭებული. როდესაც მებრძოლი მესამედანს, ანუ მესამე ხარისხს იღებს, მას ეძლევა სენსეის, ანუ მასწავლებლის წოდება. ხოლო როდესაც ინდივიდი მე-6 დონეს მიაღწევს, იგი ხდება კიუში, ანუ როგორც ჩინელები ამბობენ, მასწავლებელთა მასწავლებელი. ეს წოდება მსოფლიოში ძალიან ცოტა ადამიანს აქვს და მის მოსაპოვებლად უდიდესი შრომა და სიბრძნე არის საჭირო. მწვრთნელობა საკმაოდ დიდი ხანია, იმიტომ რომ მე უკვე საკმაოდ ისეთი მომზადებული ვიყავი, მოგზაურობდი საზღვარგარეთ. ვიყავი შაოლინში, 93-ში. ვიყავი ძალიან ბევრ ისეთ ძალიან ცნობილ ადგილებში, უამრავ ოსტატთან მაქვს ნავარჯიშები და მეგობრობს. შაოლინის ტრაქტატი პირველი ეძღვნება და არის ესეთი დასახელების. სახსრების და ძვლების გამაგრება, ზურგისა და თავის ტვინის გაწმენდა. იქ არავით არის საკითხი, ვთქვათ, ბრძოლაზე, თავდაცვაზე, მასში არ შედის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ადამიანის ძირითადი პრობლემა ის არის, რომ როგორმე შეაჩეროს დიალოგი საკუთარ თავთან. ანუ ლოგიკურ აზროვნებას ჩვენ ცნობიერ ნაწილს აქვს ერთი საშინელი თვისება. ის ან წარსულში, ან მომავალში. ჩვენ როცა დავდივართ, რამეს ვაკეთებთ, ფიქრობთ, ან ვიხსენებთ წარსულს, ან გეგმავთ მომავალს. კარგავთ აწყოს, იც რაც რეალობაა. ანუ კარგად სხეულის აღქმას. ყველაზე ძნელია მოუშვა ის, რაც გონია რომ უკვე მოშვებულია, ანუ გააცნობიერო შენი ყოფა, შენი სხეული. აღიქვა შენი მდგომარეობა, შენი ქვეცნობიერი. აი ეს მედიტაციის ფორმები, რომელიც დახურულ სისტემებში შედის და არის სწავლება ძირითადად შეუულებრივად, უბრალოდ გამიმართლა მოხდივი და ამხრევ. ეს არის დიალოგის შეჩერება საკუთარ თავთან. Psychological aspect of a fight is very important, especially სპორტის ასეთ სახეობებში ბრძოლის ფსიქოლოგიური ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ფიზიკურად ძლიერი ხარ და მენტალურად სუსტი, საბოლოოდ არ ხარ ძლიერი სპორტსმენი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელი და მებრძოლი ერთმანეთს კარგად ეწყობოდნენ. ასე დროს სპორტსმენს დამატებითი შესაძლებლობები ეძლევა. როდესაც მებრძოლს მენტალურად რთული პერიოდი აქვს, მეტოქე ეტაპობრივად ცდილობს მის გატეხას. მაშინ სწორედ მწვრთნელმა უნდა შეძლოს ჩხუბში გარდატეხის შეტანა და სწორი ფსიქოლოგიური განწყობის შექმნა. თუ ეს შეთამაშებულობა არსებობს, მაშინ სპორტსმენი დიდ წარმატებას აღწევს. მისი ბრძოლა გაცილებით უფრო მაღალ დონეზე ადის, ვიდრე ეს მას თავად წარმოედგინა. Because they make money, because people at the parties are all young, it's crowds understand that even times are hard.
როდესაც გიგა პირველად მოვიდა ჩვენი კლუბის სავარჯიშო დარბაზში სპარინგზე, მან რამდენიმე თანაგუნდელი დაუნდობლად სცემა. ეს ჩვენ კლუბში რა თქმა უნდა დაუშვებელია. მწვრთნელი მოვიდა და მითხრა, რომ მე A-კლასის მებრძოლი ვარ და რაღაც უნდა მეღონა. გაიმართა ჩემი და გიგას სპარინგი, თუმცა ეს ვარჯიშს ნაკლებად გავდა. ჩვენ ნახევარი საათის განმავლობაში მაგრად ვურტყით ერთმანეთს. როდესაც ტრავმირებულები ჩხუბის მერე გასახდელში ვისხედით, ერთმანეთს გადაულაპარაკეთ. კარგი ჩხუბი იყო, შენ კარგი მებრძოლი ხარ. აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. დღეს ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ. გიგას მალე უმნიშვნელოვანესი ბრძოლა ელისი. იგი ძალიან პრესტიჟული WFC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ქმრისთვის იბრძოლებს. ნაოკი სამუკავარი იაპონელი სპორტსმენი, ძალიან წარმატებული, ძალიან გამოცდილი, ჩემზე ასაკით დიდი. და როდესაც მე ვიყავი 18-19 წლის, ხშირად ხედავდი მის ბრძოლებს სხვადასხვა ცნობილ არხებზე. ძალიან წარმატებულ სპორტსმენებთან უწევდა შერკინება და ბრძოლა. ამ ეტაპზე მე მის შანსებს ვერ შევაფასებ, იმიტომ რომ პირადად ჩემ ჩხუბზე არის ლაპარაკი. ვფიქრობ, რომ მე 100%-ით მზად ვარ. ბრძოლის წინ ტრადიციული აწონვა შედგა და პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციაზე მცირე ინციდენტიც მოხდა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა ბრძოლის მოლოდინი. აწონვის დროს გაირკვა, რომ ნაოკი სამუკავა გიგაზე 3 კილოგრამით მძიმე იყო, რაც მებრძოლისთვის უდიდესი უპირატესობაა. შესაბამისად, იაპონელს ერთ დღეში მოუწია წონის დაგდება, რადგან სხვა შემთხვევაში მას დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა. სპორტის სასახლე კიკბოქსინგში ასეთი დონის შეხვედრას პირველად მასპინძლობდა. ყველაფერი მზად იყო უმნიშვნელოვანესი ბრძოლის გასამართად. მაშასე ჩვენ ვართ სპორტის სასახლეში, დღეს საქართველოში პირველად გაიმართება ტურნირი კიკბოქსინგში. საღამო დაგვირგვინდება გიგა ჭიკაძის ხუბით, რომელიც დაუპირისპირდება იაპონელ ნაოკი სამუკავას. ძალიან საინტერესო დაპირისპირება გამოვა. მანამდე კი ბევრი დაძაბული ჭუბი გაიმართება. ვნახოთ როგორ წავა დღევანდელი საღამო. თავარ ბრძოლამდე სპორტის სასახლეში 9 დაპირისპირება შედგა. ბრძოლებში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი, რუსი, სომეხი, სურინამელი და არგენტინელი მებრძოლები. მაყურებელმა ძალიან საინტერესო შეხვედრები იხილა. დღის კულმინაცია კი რა თქმა უნდა გიგა ჭიკაძისა და ნაოკი სამუკავას დაპირისპირება უნდა ყოფილიყო, სადაც WFC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ვინაობა გახდებოდა ცნობილი. For the last year, there's been a lot of music coming out. This shit's been weak, you know what I'm saying? A lot of niggas try to take hip hop and make that shit R&B, rapping bullshit, you know what I'm saying? Or make that shit funk. Fuck that. This is MCing right here. And like the woo, we bring it to you in the purest form. We reside far away from the norm. Storm from the big catch, the big bang, big breaks. Fetch pads and pens, even with the pencils. Rap labels study us, flooded us with stencil. That's Tinsel Town, murder your display, and we stay flying even with the terrorists trying. This to that town, monitor the hat down, searching for controlled substance and sustenance. I feel like I'm trapped in the motherfucking cage. To the rhythm, I'm a slave, looking in my grave. Stuck in my vein, busting out my neck to see the rage. I move when I groove, cause I'm into the stage. Jump the buckshot, black